გემოფესტი 2024 სვანეთი დღეს კულინარიული ფესტივალის მეორე დღეს მასპინძლობს. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მესტიაში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო და მუსიკალური სივრცეები. ადგილობრივი მზარეულები კი სტუმრებს ტრადიციული სვანური კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს თავაზობენ. ნათია ქენკაძე იმყოფება მესტიაში და ახლა სწორად ის გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს ფესტივალი. გემოფესტის მეორე დღე დაიწყო, აქ უკვე იმყოფებიან მონაწილეები და სტუმრების ნაწილი. ძალიან დატვირთული დილა ჰქონდათ გემოფესტის მონაწილე მზარეულებს, გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ მოსული სტუმრების რაოდენობა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ამოიყიდა თითქმის მთელი მარაგი, რაც ორი დღისთვის ჰქონდათ მონაწილეებს გათვალისწინებული და შესაბამისად მათ ახლიდან მოუწიათ, რომ ემუშავათ მთელი დილის განმავლობაში და მომზადებულიყვნენ გემოფესტის მეორე დღისთვის, რადგან როგორც ჩანს დღესაც საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება მესტიის ცენტრში თავმოყრილი იმისთვის, რომ დააგემოვნოს სვანური კერძები, რომელიც როგორც ცნობილია ჩვენი მაყურებლისთვის სრულიად სახეცვლილი ფორმით არის წარმოდგენილი და ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მინდიოდა მუშაობა. ცნობილმა შეფმზარეულებმა შეარჩიეს მონაწილეები და მათვე შექმნეს ის მათთან ერთად ის კერძები, რომლებიც არის წარმოდგენილი 20-მდე მეწარმე დაახლოებით 50-მდე კერძით არის წარმოდგენილი. თუმცა როგორც გუშინ, ასევე დღესაც მხოლოდ გასტრონომიულ ნაწილს არ მოიცავს გემოფესტი. აქ არის გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის, ასევე რა თქმა უნდა არის მუსიკალური ნაწილი და არის გამოფენა გაყიდვა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს წარმოდგენილი აქვს საკუთარი ნატურალური პროდუქცია. გემოფესტი უკვე მეორედ ტარდება მესტიაში, ძალიან შეიყვარა როგორც ადგილობრივებმა, ისე საერთაშორისო მოგზაურებმა ეს ფესტივალი და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი წარმატებული ფესტივალია, რომელიც კი ტარდება. ასე რომ დღესაც დღის ბოლომდე იქნება სეტზე სტუმრების მასპინძლობა და ყველას, ვინც აქ ხართ, გელოდებით გემოფესტზე იმისთვის, რომ დააგემოვნოთ სვანური კერძები, რომელიც ძალიან ახლებურად, განსხვავებულად არის შეთავაზებული და მოусვინოთ მუსიკას. გემოფესტი სვანეთმა გაამართლა, მონაწილეებიდან გამომდინარე გუშინ პრინციპში ყველაფერი ამოყიდა და სვანებს მოუწიათ ორმაგი შრომის ჩადება, გუშინ მთელი ღამე ემზადებოდნენ დღევანდელი უკვე დღისთვის, რომ ისევ იმ დონეზე მივაწოდოთ ყველას პროდუქცია, რაც ჩვენ შევქმნით. მოლოდის რა თქმა უნდა გადააჭარბა, ჩვენ თვითონაც კმაყოფილები ვართ, ჩავასული სტუმრებიც კმაყოფილები არიან და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ მონაწილეები არიან კმაყოფილი. ჩვენთვისაც ძალიან კარგი პროცესი იყო, ტურისტებსაც ფიქრობ, რომ ძალიან მოეწონათ და ფიქრობ, რომ ამ პროექტმა ჩვენ უფრო ცნობადი სახე გავხადა და წარმატება და უფრო ბევრმა ვიღაცამ გაგვიცნო. წელს როგორც იცით უკვე მეორე ტარდება სვანეთში გემოფესტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი ბიზნესების განვითარებისთვის, ტურიზმისთვის და იმისთვის, რომ მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, თუმცა ადგილობრივებმა ძალიან კარგად ვისიამოვნეთ გუშინდელი დღით და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც შესანიშნავი საღამო გველოდება წინ. გემოფესტი, როგორც იცით, ორდღიანი, დღეს სრულდება ეს კულინარიული ფესტივალი მესტიაში. როგორც გითხარით, ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც შეფმზარეულები, ასევე მონაწილეები და ამბობენ, რომ ნამდვილად გაამართლა გემოფესტის კონცეფციამ სვანეთში, თუმცა გემოფესტი მხოლოდ ერთი რეგიონით, როგორც ცნობილია, არ შემოიფარგლება და უახლოეს პერიოდში უკვე საქართველოს სხვა რეგიონში გადაინაცვლებს. ნათია ქენკაძე საუბრობდა მესტიიდან პირდაპირ ეთერში.